მარკოზის სახარებაში უფალი მეოთხე თავში ძალიან უცნაურ განცხადებას აკეთებს ერთი შეხედვით. უთხრა მათ, დაუკვირდით, რას ისმენთ, რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყობათ და მოგემატებათ, რადგან ვისაც აქვს, კიდევ მიეცემა და ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. თითქოს რა კავშირში უნდა იყოს რაღაცის მოსმენა, როგორი ხარისხით მოსმენა და რაღაცის გაღება და რაღაცის უფრო მეტი საწყაოთი მიღება. მაგრამ უფალე აგრძელებს და თქვა, ღმერთის სამეფო გავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში, ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი, რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი. ჯერ ჯეჯილი, შემდეგ თავთავი, მერე კი სავსე მარცვალი თავთავში. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია კამ. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ ადამიანები მიწისაგან შექმნა უფალმა. და თუ ამ ყველაფერს ერთმანეთს დაუკავშირებთ, გამოდის, რომ რაღაცას რომ ვისმენთ, ეს არის მიწაში ჩათესილი თესლი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს, მაგრამ დღეს მინდა დავსვა კითხვა. რა ითესება ჩვენს გულებში? რა ითესება ჩვენ შინაგანში? ვიცით კი, ვაცნობიერებთ კი, რომ ყველაზე ძვირფასი მარცვალი, რომელიც შეიძლება ჩაითესოს ადამიანში, არის ღმერთის სიტყვა. უთმობთ კი გულებს ღმერთის სიტყვას. გამოყოფილი გვაქვს კი კვირა დღე, ან თუნდაც შაბათი, იმისათვის, რომ წავიდეთ მსახურებაზე და მთელი გულით მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა. სხვა ადგილას უფალი ამბობს, ეშმა კი მოდის იმისათვის, რომ მოიტაცოს, მოიპაროს ჩვენს გულებში ჩათესილი სიტყვა, სხვადასხვა საზრუნავით, სხვადასხვა საფიქრალით და შეიძლება ახლა ჩვენც დგავართ არჩევანის წინაშე და ვფიქრობთ, წავიდე თუ არა შესაკრებელში. დაუთმო თუ არა ჩემი გული ღმერთის სიტყვას. ხანდახან ის გვატყუებს და გვეუბნება, მაინც არაფერი შეიცვლება, მაინც არ გამოგივა, რა აზრი აქვს დროის კარგვას, ჯობია სამსახურს მიხედო, მაგრამ ნახეთ რას ამბობს წმინდა წერილი. დაუკვირდით როგორ ისმენთ. თუ გულის ყურით მოისმენთ, ეს იქნება როგორც მარცვალი ჩათესილი მიწაში, შენ წახვალ და ეს მარცვალი დაიწყებს მოქმედებას შენ ცხოვრებაში. ის გამოიღებს ნაყოფს. თავიდან შეხედავ მცირე ცვლილებებს, ამოიწურება როგორც ჯეჯილი, შემდეგ გაიკეთებს ღეროს, გამოიღებს თავთავებს და ბოლოს მომწიფდება ნაყოფი და სწორედ ამას ელოდება უფალი, რომ წარმოგზავნოს მომკელი, რათა შენ ცხოვრებაში ნაყოფი არ დაიკარგოს, არამედ იყო კურთხეული, გამარჯვებული და წარმატებული. დაუსვი ეს კითხვა შენს თავს. რამდენად აცნობიერებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ცხოვრებაში გჭირდება, არის ღმერთის სიტყვა.